მოგესალმებით მეგობრებო, როგორც იქნა დიდი ხნის ლოდინის მერე ჩამომივიდა action კამერები. ერთი ორი კამერა ჩამომივიდა, კამერის აქსესუარები ჩამომივიდა და რაც დამჭირდება გადაღებისთვის მსგავსი ინვენტარი. დღეს ამ ვიდეოში უпроსტად განყოფას გავუკეთებ და ვნახავთ ჩინით რა დევს iFox-ის კამერას, რომელიც არის action კამერა, $70 მივეცი. ბიუჯეტური კამერაა საკმაოდ და მაინტერესებს პლუსები და მინუსები რა აქვს. რა ყველა უმეტესი ძირითადად GoPro-ს ხმარობს ხოლმე და მე გადავწყვიტე ბიუჯეტური კამერებით დამეწყო თავიდან. და ვნახოთ შიგნით რა დევს, როგორია, რანაირია, რა პლუსები აქვს, რა მინუსები აქვს და ერთად გავიაროთ და ჩავიხედოთ ყუთში. აი, მოდი ჯერ ყუთს გაჩვენებთ, აი ესეთი ყუთი არის. iFox-ი 4K გადაღება, action კამერა, საკმაოდ კაი ყუთია და დიზაინი მომწონს, კარგად არის შერჩეული. ლამაზად გამოიყურება ესე რომ ვთქვათ. და მოდი გავხსნათ. პატარაზე ჩავიჭყიდე, ყველაფერი უბრალოდ არ გამიხსნია რა. ესე ავხადე თავი და დავინახე. პირველი რაც არის ინსტრუქცია დევს და 1 წლიანი გარანტია. მეორე პირველი თვალში რაც გვხდება, აი მოდი თქვენც დაგანახებთ. აი ესეთ მდგომარეობაშია. კამერა გვხდება თვალში პირველი. საკმაოდ კაი შთაბეჭდილებას მიტოვებს, ცოტა GoPro-ს გავს, მაგრამ არა უშავს. წყალგამძლე кейსში დევს თავიდანვე, როგორც კი მოდის ყუთიდან. მოდი გავხსნათ წყალგამძლე кейსიდან და ამოვიღოთ, ვნახოთ რა არის. კაი ხარისხიანი წყალგამძლე кейსია და კამერასაც არა უშავს. ბიუჯეტურის პირობაზე საკმაოდ კაი კამერაა რა. სენსორული ეკრანიც აქვს თან, ეს სენსორული ეკრანია. ესე იგი, აქ დამტენი მიდის. აქ მიდის ბატარეა, ესეთ მდგომარეობაშია. და მეხსიერების ჩიპიც უნდა მიდიოდეს. ხო, აი, აქ მიდის მეხსიერების ჩიპი. ეხლა ვნახოთ მეხსიერების ჩიპი მოყვა თუ არა, ძალიან ეჭვმეპარება, მაგრამ ვნახოთ აბა მეხსიერების ჩიპი მოყვა თუ არა. შემდეგი არის პატარა ბოქსი ყუთივით, რაც წეღან განახეთ ეს ყუთი. აქეთ გადავდოთ. და რა გვხდება ყუთში? ყუთი ამოვაბაგოთ, აი ეს პირველი რაც არის ბატარეაა. გავხსნათ, ხო, ორი ბატარეა მოყვება, აღწერაში ეგ მომეწონა ბიუჯეტურის პირობაზე. ორი ბატარეა საკმაოდ კარგია, დამატებითი ფულის გადახდა არ მოგიწევს, ერთი დაგიჯდება, ადგები წყალ შეცვლი, გაქვს მეორე ბატარეა. აი ესეთი ბატარეის ჩასადებებია. დღეს ამ ვიდეოში არ გავაკეთებ ვიდეოს ან ვიდეო კამერას არ ჩავთო, უბრალოდ ყუთში ვნახოთ რა დევს და შემდეგში აუცილებლად შემოგთავაზებთ ამ ვიდეო კამერით და კიდე სხვა ერთით, რომელსაც მე დავაანბოქსინგებ. ბუნებაში გადაღებულ სურათებს და როგორ იღებს, რანაირად იღებს, გამოვყევით Facebook, Instagram და YouTube გვერდებზე და ბევრი საინტერესო ვიდეო გელოდებათ. რა თქმა უნდა, გამოიწერეთ და დააფოლოვეთ ჩემი არხი, არ დაგავიწყდეთ. ეხლა წავიდა. კიდე რა გვაქვს? შუშის საწმენდი, უბრალოდ კამერის საწმენდი, ხალმუთები და ტროსი, აი ესეთი რაღაცაა. ეს ხალმუთები არ ვიცი ჯერ ასე უნდა. ესეც მოდი გავხსნი ყველაფერს. რომ უკეთესად გამოჩნდეს, აი ესეთი რაღაც დასადგამი იქნება ეს დიდი ალბათობით. ხო, პულტი. მოყვება პულტი, რომლითაც შეგიძლია სადღაც შორს დადგა კამერა. ან სურათი გადაიღო, ან ვიდეოს გადაღებას დააჭირო და პირდაპირ დაიწყებს ვიდეოს გადაღებას. აღწერაში ეგეც ქონდა. და ძალიან გამოსადეგი რაღაცაა, საბოლოო ჯამში დამჭირდება. აი ესენი კიდე წეღან რო ამოვიღე ყუთიდან. ეს არის ხელზე დასამაგრებელი, პულტის ხელზე დასამაგრებელი. რო არ დაგეკარგოს ან ახლოს რო კონდეს. ამასაც ამოვიღებ, მაგრამ ამის ჩალენჯს ეხლა არ დავიწყებ.
აი ესეთი რაღაცა. ამას მე ავაწყობ. დამტენი. ყველა დეტალში ახლა ვერ გავერკვევი, გარდა როგორ არის. ეს არის ველოსიპედზე დასამაგრებელი და მოტოზე დასამაგრებელი. მე არ ვაპირებ ველოსიპედით სიარულს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეკონომიურ ბიუჯეტური კამერისთვის საკმაოდ კარგი კომპლექტაცია მოყვება. მე ამოვიღოთ კიდე ვიდეოს შიგნით. აი ყველაფერი არ ვიცი, მაგრამ მოდი შეგახედეთ თქვენც, აი ესეთი რაღაც დამჭერი მოყვება, ესენი ეს გახსნილი იყო უკვე. კამერას რაც შეეხება. ხო, აი ესეთი მოწყობილობა, ამას უმაგრებ მაგნიტზეა. დაუმაგრებ და მერე ამაზე შეგიძლია ააწყო სხვა ასე ინვენტარები რა, სხვა რაღაცეები შეგიძლია დაუმაგრო ამაზე. ვერ ჩავსვი. რაღაც არ ჯდება. ჩაჯდა. ნუ ამაზე შეგიძლია დაუმაგრო ეს თავისი ხრახნით. უps. რაღაც დამივარდა. სუდია. ცოტა დიდხნიანი პაუზა გამომივიდა, მაგრამ არ აუშავს. კარგი, მოდი ამას დაუმაგრე უკვე. მონი დაუმაგრდა. კი დაუმაგრდა, მაგრამ ისე მყარად არ არის, როგორც მე მინდა და ცოტა დიდი ხანი დასჭირდა მოჭერას. აი ესეთი რაღაცა ალბათ ტყეში ესე რომ დადგა, ამაზე სხვა ნაწილიც უნდა უმაგრდებოდეს. ხო, რაც არ მომწონს ამ ვიდეო კამერაში რა. ერთადერთი აი გულზე დასაკიდებელი რო არ მოყვება ესე რეზინის დამჭერი თოკებით არის, ამ ადგილას იმაგრებ და ეგ არ მოყვება და მაგაზე დამწყდა გული, მაგრამ ეგ მეორე კომპლექტაციაში გამოვიწერე. უკვე და კიდე კაი რო გამოვიწერე რა, იმიტომ რომ აუცილებლად დამჭირდება ეგეც. სხვა ისეთი არაფერი დეტალი არ არის, რაც მე გამომადგება, აი ესეთი რაღაცეებია რა. სხვადასხვა სამაგრები და დამჭერები. ესეთები სელფის ჯოხზე დასამაგრებელია. აი ამას ქვემოდან ეხლა რო დავარგე მიუჭერ და ეს დამაგრდება სელფის ჯოხზე. ესე. მოდით დღეისთვის სულ ეს იყოს. თუ გაინტერესებთ მსგავსი კონტენტი და გაინტერესებთ ეს კამერა როგორ მუშაობს, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი და ლაიქეთ ვიდეო, დამიტოვეთ კომენტარი